თამები მაყურებელს ამაზეც მინდა კომენტარი გავაკეთო, გიყურებდი ხოლში სანამ შემოვიდოდი სტუდიაში. ეს ფასების შედარება 20 წელთან ახლოს შთამბეჭდავი იყო. იმის საჩვენებლად როგორ გაძვირდა პროდუქტი, ახლა სულ ჩდება ეს კითხვა, რომ რატო ახლა ხო ფასები გაძვირდა, წლებია უკვე რაც ფასები გაძვირდა და რატო ახლა. ჯერ ერთი ვთქვათ, რომ აი ბოლო დროის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ფასების მომატება სახელდებოდა ნომერ პირველ პრობლემად. არა უბრალოდ სამეულში, არა უბრალოდ ხუთეულში, არამედ ნომერ პირველ პრობლემად და ეს ცხადია იცის ხელისუფლებამაც, იცის ქართულმა ოცნებამაც და ამდენად ისეთი პრიორიტეტულობით და სიმწვავით გამოირჩეოდა ეს პრობლემა, რომ რაღაცა ამაზე უნდა ეპასუხათ აუცილებლად იმისთვის, რომ რაღაც ხალხის გული მოეგოთ. ეს ერთი და მეორე ფასების პრობლემა წამოიწია იმიტომ, რომ სხვა პრობლემები, რომლითაც ისინი რაღაც აი ამ ცნობიერების ზომბირებას ახდენდნენ ამორჩევლების და მოქალაქეების გაცვდა უბრალოდ. გაცვდა ეს შვიდობის პრობლემაც, გაცვდა LGBT-ს პრობლემაც, გაცვდა გარეჯი საქართველოს პრობლემას და ნუ რაღაც ახალი პრობლემა უნდა გაჩენილიყო. სიახლე ჭირდებოდა პრობლემის ასე ვთქვათ ფორმულირებას და რაც თავარია პრობლემის გადაწყვეტაზე მთავრობის ან ხელისუფლების დაპირებების გაცემას. აი ამით ხსნი ამ პრობლემის წინ წამოწევას. ხო, ეხლა რაც შეეხება დებატებს ხო, დებატებს რაც შეეხება, მოდი დავაკონკრეტებ მაინც, რომ დღეს ძალიან საინტერესო განცხადება ქონდა და ალბათ ბანალურიც ამავდროულად თუ კი deep state-ის მნიშვნელობას, რა მნიშვნელობასაც ანიჭებს ქართული ოცნება deep state-ს გავითვალისწინებთ. კალაძეს, რომ მან თქვა, რომ ესე იგი რაღაცა გარეძალებმა აიძულეს ქართული ოცნება, ჩაერივნენ და ეს დებატების პრაქტიკა მოსპეს საქართველოში. დაახლოებით ასეთი იყო განცხადება მისი. ამავდროულად კობახიძე გვეუბნება, რომ მაგალითად მე არ მომყავს თურმე ამ ეთერში ნინო წილოსანი, რომ მას ვედებატო. მაქვს და იმას უნდა ძალიან, მაგრამ მე არ მინდა. და აქვე მახსენდება სულ არაერთი წარმომადგენელი ოპოზიციური პარტიის ლიდერისა პირდაპირ მიტინგებს მართავდნენ ადამიანები იმედის ჭიშკართან. რომ აი შემიშვით და გვინდა დებატები და გვინდა საუბარი და დაგვითმეთ არხი. რომ არაფერი ვთქვა ის რაც ხდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე, როცა ადამიანები პირდაპირ მოითხოვდნენ და ამის ეს იყო ისო გვავიწყდება ეს, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, როცა საუბრობენ დებატებზე, მოითხოვდნენ რომ საზოგადოებრივ მაუწყებელისთვის მაუწყებელი გახსნილიყო ეთერი სხვადასხვა ალტერნატიული აზრის მქონე ადამიანებისთვის. ამ ფონზე ასე გამოდიან და გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი არ ყოფილა, კობახიძეს უნდოდა დებატი, მაგრამ ჩვენ უარს ვეუბნებოდით. ეს რა შეიძლება ამას რა ახსნა შეიძლება ამას მოგვწევდეთ. მე მგონი აქ ორი შეკითხვა უნდა დავსვათ. პირველი, რატომ გადაწყვიტა კობახიძემ, რომ დებატების სარგებლიანობაზე ესაუბრა, დებატების სარგებლიანობაზე ესაუბრა, მაშინ როდესაც მართლაც, ესე იგი, როგორც ხა შენ თქვი, დებატებზე დაკვეთა სულ იყო ყველა კრიტიკულ ტელევიზიაში და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებში, რომ შეგვიშვი დაგვალაპარაკეთ, დაგვაპირისპირეთ, იყოს დებატები, იყოს კამათი და ასე შემდეგ. ანუ თითქოს ღია კარის მტრევას გავს ეს, ხო, კობახიძის მხრიდან, მაგრამ საინტერესო აი რატო ეხლა ასე მოწმენდილ ცალზე მეხის გავარდნასავით იყო კობახიძეს განცხადება. მე ვფიქრობ, რომ ამას სულ მცირე ორი მიზეზი აქვს და ეხლა ჩემ აზრს ვიტყვი. პირველი არის ის, რომ
აი ჩვენ მომსწრე ვარ ძალიან ბრუტალური მოვლენის, როდესაც ტროტუარზე დგომის გამო 4 ადამიანი ციხეში გამოამწყვდიეს, ხო და ამას თან სდევს პარალელურად კობახიძის განცხადება. ეს არ ხდება შემთხვევით, ესე იგი მე ვფიქრობ, რომ ეს იყო სინქრონიზირებული რაღაცა ორი მოვლენა, კობახიძეს უნდოდა აი ამ ფაქტის დაპატიმრებების ბრუტალურობა გადაეფარა ამ თემით და რაღაცნაირად სიმწვავე გაებაცებინა ამ აბსოლუტურად აბსურდული მოვლენის. ეს ერთი და მეორე მიზეზი, რომელიც ასე ჩემი აზრით უფრო ასე ვთქვათ არსებითია და უფრო სიღრმისეულია არის ის, რომ ქართული ოცნება დაიღალა იმით, რომ მის ასე ვთქვათ ლეგიტიმაციას არ ცნობენ არც ქვეყნის შიგნით. ჩვენ ვხედავთ უწყვეტ პროტესტს და ვხედავთ საზოგადოებრივი გამოკითხვებიც ამას აჩვენებს, რომ ქართული ოცნების რეიტინგმა არათუ მოიმატა, არამედ მოიკლო, ის იკლებს, ესე იგი. ანუ ქართულმა ოცნებამ ვერაფრით ვერ შეძლო, რომ საკუთარი ხალხი და საკუთარი მოსახლეობის უმრავლესობა დაერწმუნებინა იმაში, რომ ის კარგი ხელისუფლებაა და ის კარგ საქმეებს აკეთებს. მოკლედ, აღიარება ქვეყნის შიგნით ვერ მოიპოვა და რასაკვირველია, ვერც ქვეყნის გარეთ ვერ მოიპოვა. ჩვენ ვხედავთ, რომ რკინის ფარდაა ჩამომფარებული საქართველოს ხელისუფლებასა და ცივილიზებულ მსოფლიოს შორის, ნუ განსაკუთრებით ევროპას გულისხმობ, ევროკავშირის ქვეყნებს და ზოგადად ევროპის ქვეყნებს. დაიღალა ხელისუფლება აი ამ ასე ვთქვათ არცნობით საკუთარი ძალაუფლების და თავის თავში თან აი ჩაკეტვით ძალიან რთულია ეგ იზოლაციაში მართვა. თანაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ვიკარო აღმოსავლეთზე აქცენტის გადანაცვლება წარმატება ვერ მოუტანა ქართულ ოცნებას. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული აზრი დააზარალა კიდეც. ნუ აი მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ ირანში კობახიძის ვიზიტს რა მოყვა და ეს რაღაცა მე მგონი მარადილ სტიგმად დარჩება მისთვის. ასევე აუცილებლად უნდა გავიხსენოთ Eagle Hills-ის პროექტი, რომელმაც თითქოს უნდა ააყვავოს საქართველოს ეკონომიკა და ამ დროს ეს ბუმერანგივით შემოუბრუნდა ხელისუფლებას არაბული ქალაქის მარგინალიზაციის სახით. ხო, ის რომ საქართველოში კრწანისის ველზე, ამ ისტორიულ ველზე შენდება, ასე ვთქვათ, ქალაქი, რომელსაც მოქალაქე, აი თუნდაც ქართული ოცნების მხარდამჭერი, ჩვეულებრივი მოქალაქე, ტიპიური მოქალაქე ვერ შეიძენს, ის ვერ გახდება ამ სახლის მფლობელი, არამედ გახდება მხოლოდ მოსამსახურე იქ მცხოვრები მდიდარი ადამიანების და მოკლედ ეს პროექტიც ასე ვთქვათ პიარულად ქართულ ოცნებას შემოუტრიალდა ცუდად. ჩინეთთან ურთიერთობა ვერ ააწყო, თუმცა ძალიან დიდი მედებს ამყარებდა ამაზე, ხო? ანუ აღმოსავლეთის ფრონტზეც მისი ასე ვთქვათ ზეობა რაღაცნაირად ჩამოინგრა, ჩაფლავდა. ძალიან რთულია, ასე რომ ამიტომ მას უნდა ელექტორალური მიზნები, როცა ვერცეთი ხელისუფლება ვერ ძლებს ლეგიტიმაციის გარეშე. აი ნუ ეს არის არაჩვეულებრივად დამაზიანებელი ხელისუფლებისთვის, ყველა თვალსაზრისით, პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად და ასე შემდეგ. და კობახიძის ეს განცხადება არის ნიშანი იმისა, რომ მას სურს აჩვენოს დასავლეთს ამ შემთხვევაში, რომ აი ჩვენ ასე ვთქვათ დემოკრატიაზე ვზრუნავთ და ამ შემთხვევაში მედიაში დემოკრატიაზე ვზრუნავთ და მედიაში დემოკრატიის ერთ-ერთი ინდიკატორი ნამდვილად არის თავისუფალი დებატები. აი ნამდვილად რა თუნდა ამას ლაპარაკი, ხო? ნამდვილად არის თავისუფალი დებატები და თითქოს ეს არის რაღაცნაირად შემოbrunების წერტილი დემოკრატიისკენ. და ნორმალიზების მცდელობა. ყოველ შემთხვევაში რო აი ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც ჩდება დებატებთან. ეს განზრახვა შეიძლება დავინახოთ კობახიძის ამ განცხადებაში. ოღონდ რასაკვირველია, აქ უნდა გავითვალისწინოთ ის კონტექსტი, რომელშიც კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა და ეს კონტექსტი ისეთია, ანუ ისეთ ფონზე აკეთებს კობახიძე ამ განცხადებას, რომ ეს განცხადება მოჩანს ამ ფონის გათვალისწინებით ფარსად. ეს განცხადება მოჩანს დემოკრატიის ილუზიად. და რატომ? ესე იგი, პირველ რიგში შევხედოთ მედიას, ხო, რა დღეშია დღეს კრიტიკული მედია.
კრიტიკული მედიის მდგომარეობა და პირველ რიგში ფინანსური მდგომარეობა, შენ ყველა უფრო კარგად მოგეხსენება, ერთი მთავარი კრიტიკული არხი დახურულია, სხვა ოპოზიციურ არხებს კარგი დღე არ უდგათ, რამდენიც მე ვიცი, ახლა ცხადია დეტალებში არ ვარ ჩახებული, მაგრამ კარგი დღე არ უდგათ და ეს რითია განპირობებული? იმით, რომ ხალხი არ უყურებს ამ ტელევიზიას, ან ვთქვათ ბიზნეს აქ რეკლამის მოტანა არ უნდა. არა, ეს არის ბიზნესის დარეკეტებით, რომ მათ არ მიიტანონ, ასე ვთქვათ, რეკლამა კრიტიკულ მედიებში და რაც თავარია, კანონმდებლობა შეცვალა ისე ხელისუფლებამ, რომ ასე ვთქვათ, ლეგალურად ფულის მიღების შესაძლებლობა, ფინანსების მიღების შესაძლებლობა მედიებს აქვს შეზღუდული. ანუ ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ ფინანსური მარგინალიზაციისთვის ოპოზიციური არხების, ხო? ეხლა სხვა ფონს შევხედოთ. ქვეყანაში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. ქვეყანაში არ არსებობს მრავალპარტიული ძალაუფლება, ხო? ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ან ციხეში არიან, ან პარტიის ლიდერები ციხეში არიან, ხოლო პარტიებს ემუქრებათ გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოშია სარჩელი შეტანილი და ხო ყველას გვაქვს მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სარჩელს დააკმაყოფილებს. ანუ ჩვენ ვცხოვრობ ტოტალურად ავტორიტარულ გარემოში, კანონები როგორია შევხედოთ, სრულიად აბსურდული, ადამიანს ესე იგი ტროტუარზე დგომის ადამიანებს ტროტუარზე დგომის გამო და პროტესტის, მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის გამო აპატიმრებენ. და აი ამ ფონზე როგორ შეიძლება მედიაში დებატებმა გადაარჩინოს საქართველოში დემოკრატია? ხო, მაგრამ თან ამ ფონზე რა უნდა უთხრან მაყურებელს? ხო და აი ამაშია საქმე, რაზე უნდა ელაპარაკო? ანუ როგორ ეს მხოლოდ განცხადება იქნება, იაგო, როგორ ფიქრობ, თუ მართლა შეიძლება ვიხილოთ ამ ტიპის დებატები, იმიტომ რომ წარმოუდგენელია. მე პრაქტიკულად გამოვრიცხავ ამას, იმიტომ რომ ჯერ ერთი რომც გაიმართოს დებატები ამ წვავე საკითხებზე, მარტო დებატების გამართვა, როდესაც აი ის ფონი აქვს, რაც უკვე აღწერე, ხო, მარტო დებატების გამართვა საქართველოში დემოკრატიას ვერ გადაარჩენს, ეს ერთი, მაგრამ თვითონ ეს დებატებიც იქნება ფარსი. ეს დებატები იქნება დაცლილი შინაარსისგან. ჯერ ერთი შერჩეული იქნება ის თემები, რომლებიც მათთვის დამაზიანებელი არ არის. საერთოდ ფიქრობ, რომელი თემა აღარ არის უკვე მათთვის დამაზიანებელი. ერთმანეთში ხო არაპირებენ, არ ვიცი, აი ვატო შაქარაშვილის და არ ვიცი, ნანა კაკაბაძის დებატი. დღეს დავწერე და ერთ-ერთ კომენტარს ასე უპასუხე, რომ ასე წარმოუდგენიათ ხალხის ძალა და ქართული ოცნება. რომ ოპოზიცია ესე იგი ვატო შაქარაშვილი და ქართული ოცნება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იყო ხო განცხადებები, რომ რაღაცა მოვისმინე ეს განცხადებები, რომ აი იმ ძალებთან დებატები რად გვინდა, ვინც ქვეყნის სუვერენიტეტს ლახავს, კრიმინალურია, deep state-ის კარნახით მოქმედებს და ამავდროულად. ანუ ესეც კი მხოლოდ იზოლირებულა დებატების გამართვის შესაძლებლობა რომ აიღო, ეს შესაძლებლობაც ძირშივე მკვდარია, ჩემი აზრით. ანუ პრაქტიკულად გამორიცხავ, რომ აი ამ სტუდიაში შეიძლება, არ ვიცი, პრაქტიკულად გამორიცხავ. ირაკლი ფავლენიშვილის და არ ვიცი, რომელიმე კოცის დებატი თავის მხრივ, ვიკა და ამაზეც უნდა გავამახვილოთ ალბათ ყურადღება, რომ ეს პოლიტიკური ოპოზიციისთვისაც გარკვეულად გამოწვევაა, რა თვალსაზრისით ვამბობ ახლა ამას. პოლიტიკური ოპოზიცია აქამდე ხელისუფლებასთან მიმართებით მოქმედებდა ბოიკოტის რეჟიმში, ხო? აი ბოიკოტი შეეხო თქვათ არჩევნებში მონაწილეობას, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, საპარლამენტო არჩევნების შედეგად პარლამენტში შესვლას, ბოიკოტის გამო კომისიაზე არ მისვლის, ბოიკოტის გამო აღმოჩნდნენ პოლიტიკური პარტიის ლიდერები ციხეში, ხო? ამიტომ აქაც არსებობს ახლა ეს გამოწვევა, ამას თვალი უნდა გაუსწოროთ, რომ ხომ არ ჩაითვლება ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერების წასვლა დებატებში ქართული ოცნების ლეგიტიმაციის ერთგვარ მცდელობა. თუ ელაპარაკები, მას აღიარებ, ხო? მას და მე წავიკითხე სოციალურ მედიაში რამდენიმე პოსტი, რომელიც აი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ დებატები არ უნდა გაიმართოს, იმიტომ რომ ეს ასე ვთქვათ ლეგიტიმაციას აძლევს ქართულ ოცნებას. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ეს გამოწვევა დღეს ოპოზიციას აქვს. მე თუ მკითხავს კაცი, ეს ყველაზე უფრო ნაკლები კომპრომისია ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზაზე და ოპოზიცია უნდა წავიდეს დებატებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამის არანაირი ეს კაი ნამდვილი დებატების თუ ობიექტურად რასაც დებატები ქვია, ამის არანაირი მოლოდინი მე არ მაქვს.
ძალიან დიდი მადლობა, საინტერესო